დღემშვიდობისა მეგობრებო, მოგიკითხავთ დიდი სიყვარულით, ბედნიერ და წარმატებულ დღეს გისურვებთ ყველას. გუშინდელმა მეტაფორულმა ბარათებმა საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოიპოვა. მიხარია სხვათა შორის, რომ დაინტერესდით მეტაფორული ბარათებით, რომელიც არანაირ კავშირში არ არის ტაროსთან, რომელიც არის უფრო კოუჩინგური და ფსიქოლოგიური ხელსაწყო, რომელსაც ვიყენებთ სესიების დროს და ძალიან კარგად მუშაობს. ძალიან კარგად მიდის ადამიანი იმ დასკვნამდე, თუ რატომ არის ახლა ამ მდგომარეობაში, რამ გამოიწვია მის. შეიძლება ზედაპირულად ყველამ ვიცით, რომ რის გამო ვართ ასე, მაგრამ აი ეს თავდაპირველი მიზეზი, რამაც გამოიწვია ჩვენი ასეთი ყოფნა, შეიძლება ცოტა ესე დამარხული გვაქვს ქვეცნობიერში და ნაკლებად ვაქცევთ ყურადღებას, ხო? აი ეს ბარათები ზუსტად გვეხმარება აი ამაში, რომ ზედაპირზე ამოვიტანოთ ჩვენი ეს ემოციები, ეს დაფარული შეგრძნებები. და სინამდვილეში შეიძლება ძალიან ბევრი რამე ის დაფარული აღმოაჩინოთ, რასაც აქამდე არ აქცევდით ყურადღებას. თუმცა ცოტა არ იყოს მეწყინა, რომ ძალიან ბევრი აღმოჩნდით აი ესეთ დააღლილსებდიან მოწყენილ მდგომარეობაში. ბევრმა დამიწერეთ ასეთი კომენტარები და მოდი დღევანდელი ტაროს გაშლა იყოს აი ამ თემაზე ზუსტად, რომ და კიდე სხვა დანარჩენები, ვინც ნახა ჩემი ვიდეო და უბრალოდ კომენტარი არ გაუკეთებია ამ ყველაფერზე, მაგრამ თავს ასე გრძნობს, გავიგოთ რატომ ხართ ასე, რის გამო და მერე გამოსავალი რაშია, ესეც ვნახოთ. რატომ ხართ ასეთ მოწყენილ, ძალა გამოცვლილ, გაურკვეველ მდგომარეობაში, დაღლილები. ნახოთ აბა. რატომ ხართ ასეთ სევდიან მდგომარეობაში. ზუსტად უკვე დაიწყო მე მგონი რეზონირება. ჩემმა დასტა. ძალიან მიყვარს ეს დასტა, ზუსტად აჩვენებს ყოველთვის იმას, რაც საჭიროა. მეგობრებო, აქ მიზეზი ძალიან ბევრი რამე შეიძლება იყოს. პირველ რიგში, ბევრი რამე არა, უფრო აი ძირითადი რაც შეიძლება იყოს, იმას გავაშხერებ, ხო? პირველ რიგში, ასე ვხდებ. მინდა ვთქვა, რომ ვიღაცებს შეიძლება გქონდეთ ასეთი სიტუაცია ამ წუთას ურთიერთობებთან დაკავშირებით, სადაც ძალიან ბევრი რესურსი ჩადეთ თქვენ, ძალიან ბევრი ემოცია ვიღაცებმა, ბევრი ფული გაეცით, ბევრი შეიძლება გქონდეთ ასეთი მდგომარეობა, ხო, არსებობს ხომ ესეთი ურთიერთობებიც ტოქსიკური, სადაც ერთი პარტნიორი უფრო გადართული არის ფინანსებზე და ძალიან ბევრ ფინანსს ითხოვს თავისი პარტნიორისგან და უფრო მეტად ტოქსიკური არის ისეთი შემთხვევა, როდესაც მამაკაცი იქცევა ასე, ხო? ქალის მიმართ. თუ ქალბატონები მიყურებთ და პრინციპში სქესს არ აქვს მნიშვნელობა, ხო? ვინც მიყურებთ, თქვენ ურთიერთობაში ჩადეთ აი ძალიან ბევრი რესურსი, ბევრი ემოცია, ბევრი ზრუნვა, ბევრი ყურადღება, რასაც აქეთ არ იღებდით. აი საერთოდ არ იღებდით. უფრო რაღაცა ისეთი ბავშვური საქციელები გქონდათ ურთიერთობაში, თითქოს რეალობას არ უყურებდით და აი ბავშვურად და გულწრფელად გულღიათ უყურებდით ყველაფერს.
ამ ურთიერთობაში. ძალიან ემოციური, მზრუნველი და მოსიყვარულე იყავით. ვერ ვიტყვი, რომ იმ ადამიანს არ უყვარდით, იყავით საყვარელი ადამიანი მისთვის, მაგრამ ის ნაკლებად გასცემდა თქვენს მიმართ ამ ყველაფერს, რაც თქვენ გჭირდებოდათ. ანუ იმის ნახევარსაც ვერ იღებდით, რასაც თქვენ გასცემდით, მოკლედ, ურთიერთობაში და ამის გამო მოხდა ძალიან დიდი გულის ტკენა. რის გამოც ახლა ხართ აი ესეთი ხმლების დედოფლის პოზიციაში, უფრო ყველაფერს ესე გულუბრყვილოდ კი აღარ უყურებთ, გამოცდილებით და გონებით უყურებთ ყველაფერს. სხვათა შორის ძალიან კარგ პოზიციაში ხართ ახლა, შეიძლება ცუდად გრძნობთ თავს, რადგან ესე მაჩვენა დასტამ ფონი არის ესეთი, ფონი არის ისეთი, რომ ცუდად გრძნობთ თავს, მაგრამ აი ეს თავიდან ბობოქარი პერიოდი, რაც იყო თქვენი ესეთი სტრესული, დეპრესიული პერიოდის, იმან თითქოს გადაიარა, მაგრამ რაღაცა აი საბოლოო ნაგავი გადასაყრელი კიდევ გააქვთ დარჩენილი და თითქოს რაღაცა გიჭირთ აქედან გამოსვლა. თუმცა კარგი პოზიცია ის არის, რომ თქვენ ამ ყველაფრიდან შეიძლება გქონდათ თავიდან ესეთი და ეხლაც გააქვთ დეპრესიული პერიოდი, მაგრამ აქედან სწავლობთ, თქვენ ისწავლეთ, რაც მთავარია და უკვე აი გონებით უყურებთ და გამოცდილება შეიძინეთ აი ამ ყველაფრიდან ძალიან დიდი. ასევე შეიძლება ურთიერთობებს რაც ეხება, შეიძლება იმ დონეზე არ დაგიფასდათ ეს თქვენი ამდენი გაცემა ურთიერთობაში, რომ თქვენს შორის გამოჩნდა ვიღაცა მესამე, რის გამოც დაინგრა ეს ურთიერთობა. და ახლა მესამეს არ გულისხმობ მაინც და მაინც ვიღაცა ქალს ან კაცს ურთიერთობაში, ხო, აი სასიყვარულო. უბრალოდ შეიძლება ვიღაცა ოჯახის წევრიც იყო, ან მეგობარი, ვინმე ისეთი, ვინც გავლენას ახდენდა თქვენს პარტნიორზე და ამის გამო დაინგრა, შეიძლება ერთ-ერთი ვარიანტი იყოს ესეც, რომ ამის გამო დაინგრა თქვენი ურთიერთობა. კიდევ თუ არ ეხება ეს ყველაფერი ურთიერთობას, შეიძლება ეხებოდეს ფინანსებს, სადაც იგივენაირად შეიძლება გქონდეთ რაღაცა შემოსავალი და თქვენ ესე გულუბრყვილოდ და ძალიან ბევრს ფლანგავდით, ასე ვთქვათ. ბევრს გასცემდით, ან შეიძლება ასესხეთ ვიღაცებს თანხები და უკან არ დაგიბრუნდეთ და ახლა აი ამის გამო ხართ გულნატკენი ძალიან ბევრი სირთულეები გამოიარეთ და ძალიან დიდ სირთულეებში ჩაგაგდოთ აი ამ თანხების გაცემამ თქვენ. ხო. კიდევ რატომ ხართ ასეთ მდგომარეობაში, აბა ვნახოთ. ხო, აი რა სიტუაცია იცი, კიდევ რატომ ხართ ასეთ მდგომარეობაში ახლა? ვიღაცასთან ესეც რეზონირდება, რომ თუ გქონდათ კარიერაში ძალიან ესე სწრაფად მიდიოდით, სწრაფი წინსვლა რაღაც ეს მომდის, ახლა უფრო კარიერა, ხო? და თქვენს ხელში გეგონათ ყველაფერი და ну რეალურად იყო კიდეც, მაგრამ მოხდა რაღაცა ისეთი, რამაც დაასრულა თქვენი ან შეიძლება დასრულებული არ არის, მაგრამ აი შეიცვალა სიტუაცია, საერთოდ ტრანსფორმირდა, აი აბსოლუტურად გადაეწყო, რაღაცა სხვანაირი გახდა, რაც გეგონათ და როგორც მიდიოდით რეალურად ესე
რომ გეგონათ რანაირ წარმატებასაც მიაღწევდით დაუშვათ თქვენს კარიერაში, ან თუნდაც იმ საკითხში, რაც გაქვთ ჩაფიქრებული, ხო? და გეგონათ, რომ აი ყველაფერს თქვენ როგორც გინდოდათ, ისე იქნებოდა ყველაფერი, თქვენ მართავდით ყველაფერს, ხო? რეალურად ეს ყველაფერი უცებ რაღაცნაირად შეიცვალა, დაინგრა. და აი ამის გამო აღმოჩნდით აი ასეთ ძალიან რთულ ფსიქო-ემოციური მდგომარეობაში. აი შეიძლება გაწუხებდეთ რაღაცნაირი ღამის კოშმარები, უძილობები, რა ვიცი, ძალიან საკმაოდ რთული ენერგიები მოდის. აი უცებ რაღაცა უცებ მოხდა ეს ყველაფერი, აი რაღაცა მწვერვალიდან დაეშვით უცებ თითქოს და ძალიან ელდა იყო თქვენთვის, აი უცებ მოულოდნელი სტრესი. კი ბატონო. კარგი, მოდი ახლა ესე ვამდასტას ვკითხოთ. რა გამოგიყვანთ აი ამ მდგომარეობიდან? რაშიც ხართ ახლა თქვენ? რა გამოგიყვანთ ამ მდგომარეობიდან? რადგან გუშინ მეტაფორულ ბარათებზეც ვიკითხე რა გამოგიყვანთ მდგომარეობიდან, მაგრამ უმეტესობამ დამიწერეთ ის, რომ თქვენ იყავით ზუსტად იგივე მდგომარეობაში, აი ემოციების ბარათებზე გაამახვილებთ ძირითადად ყურადღება, ანუ ეგეთი ემოცია გქონდათ, მაგრამ იმაზე რატომაც არ გამიმახვილებთ ყურადღება, რა გამოგიყვანდათ ამ მდგომარეობიდან. როგორც მივხვდი, იმიტომ არ გამიმახვილებთ ყურადღება, რომ არ იცით რა გამოგიყვანთ ამ მდგომარეობიდან და სავარაუდოდ ვერც ამ ბარათმა ვერ განიშნეთ. ამიტომ ვკითხოთ ტაროს, მოდი, რა გამოგიყვანთ აი ასეთი რთული ფსიქო-ემოციური მდგომარეობიდან, ვინც თქვენ მიყურებთ ახლა და ვისაც რეზონირდება. მოდი აბა ვნახოთ. აი უყურეთ. რა საინტერესოა. ზუსტად ის ბარათები ამოვიდა. თქვენ ხომ ხართ ახლა წეგან გითხარით ესეთი ხმლების დედოფლის პოზიციაში და რომ ვიკითხე რა გამოგიყვანთ აი ეს ფენიქსივით ადგომა რაღაცნაირად გამთელება და რომ არ დაეცეთ სულიერად და ისევ აი ესე ჩაებად იმ ყოველდღიურობაში და ისევ წარმატებისკენ მიზანი დაისახოთ და წახვიდეთ წინ. კარგი, აბა უფრო დავაზუსტოთ, რა გამოგიყვანთ აი ასეთი მდგომარეობიდან. მაღალი არკანები ამოდის. მეგობრებო, გიწოდეთ დავაკვირდე კარგად. ვინც ხართ აი ამ სიტუაციაზე, აი ამ თქვენ, ანუ ვისაც რა სიტუაცია გაქვთ მოკლედ ესეთი რთული, ვინც აი ამ სიტუაციაზე ხართ ესეთი მიჯაჭვული, ემოციურად, არაჯანსაღად, აი ესეთი მიჯაჭვულობა გაგაჩნიათ აი ამ რთული პერიოდის მიმართ ვიღაცას ადამიანზე, ვიღაცას თვითონ ამ სიტუაციაზე და სულ ამაზე ფიქრობთ, ესე არაჯანსაღი overthinking-ი გაწუხებთ, ესე უცხო სიტყვას გამოვიყენებთ. აი მუდმივად ამაზე ფიქრობთ და თავში სულ ეს გიტრიალებთ, აი არ გამოგდით თავიდან. აი ამის რეალურად გამოგიყვანთ ამ სიტუაციიდან ის, რომ თქვენ აი ამ მდგომარეობიდან გამოიტანთ გაკვეთილს. თქვენ საკუთარ თავს დაусმევთ კითხვებს და პასუხებსაც თვითონ გასცემთ. ან თუ არ აკეთებთ ასე უნდა გააკეთოთ, რომ აი ამ საკუთარ თავზე მუშაობამ თუ თქვენ თვითონ გიჭირთ, უნდა მიხვიდეთ ვინმე ისეთ ადამიანთან, ვინც დაგეხმარებათ ამ ყველაფერში.
ვინც გამოგიყვანთ აი ამ მდგომარეობიდან. ტაროლოგთან, ქოუშთან, ფსიქოლოგთან, ნებისმიერ ასეთი სახის ადამიანთან, ასეთი პროფესიის ადამიანთან, ვისაც შეუძლიათ თქვენი დახმარება. ან თუნდაც ისეთ პიროვნებასთან, ვისაც აქვს აი ასეთ საკითხებში გამოცდილება და ვისაც შეუძლია თქვენთვის რჩევის მოცემა. ასეთ ადამიანთან უნდა მიხვიდეთ, ისაუბროთ ამ ყველაფერზე, დაიცალოთ და იგრძნობთ ამის შემდეგ, რომ დაასრულეთ, აი რაღაცა ამოხეთქეთ, შეიძლება ახლა ვერ საუბრობთ, ვერავის ესაუბრებით და ამიტომაც ძალიან გიჭირთ და ამიტომაც ხართ აი ესეთ რთულ მდგომარეობაში. თქვენ უნდა გადაწყვიტოთ, წახვიდეთ და ორიენტირებული იყოთ საკუთარი თავისკენ, საკუთარი თავის გაჯანსაღებისკენ. რის შედეგადაც თქვენ გაგიჩნდებათ აი უდიდესი ენერგია, იმედი, რწმენა მომავლის და შედეგიც იქნება აი ასეთი ზუსტად, რომ თქვენ წახვალთ წარმატებით წინ. თქვენ მიზანს დაისახავთ, უკვე ადგებით, გექნებათ მიზანი, დააწერთ ამ მიზანს, მიჰყვებით ამ თქვენს მიზანს და არ გადაუხვევთ ამ გზიდან. და ანუ რა გამოგიყვანთ ამ მდგომარეობიდან, რომ შევაჯამოთ, არის ის ფაქტი, რომ თქვენ უნდა დაასრულოთ აი ასეთი არაჯანსაღი, ზოგჯერ შეიძლება რეალობას მოწყვეტილი ფიქრები, მიჯაჭვულობა კონკრეტული სიტუაციების, ადამიანების მიმართ, თქვენ უნდა გამოიტანოთ აქედან გაკვეთილი, რაშიც დაგეხმარებათ სხვა ადამიანი, თუ შეიძლება საკუთარ თავს თვითონაც უშველოთ, არც მაგაში არის პრობლემა, მაგრამ ძალიან ბევრ ადამიანს უჭირს ეს ყველაფერი, აი ასეთი რთული მდგომარეობიდან გამოსვლა და საკუთარ თავს რომ უშველოს უჭირს, რადგან ეს ყველაფერი იწელება შემდეგ დროში და მერე უფრო უარესად იძაბება ადამიანი. ამიტომაც მოდიან ჩვენთან, ჩემი პროფესიის ადამიანებთან, რომლებიც ვეხმარებით ესეთ მდგომარეობაში მყოფ ადამიანებს, რომ ჩაეხსნან ამ მიჯაჭვულობას და გადაერთონ საკუთარი თავისკენ, შეიყვანონ საკუთარი თავი და იზრუნონ და რაც მთავარია, პირველ ადგილზე ყოველთვის ყველასთან დააყენონ საკუთარი თავი მაინც. არასდროს და დააბალანსონ აუცილებლად მიღება-გაცემის პროცესი, ხო, ადამიანებთან. არ აქვს მნიშვნელობა ვინ იქნება, მე ყოველთვის ვამბობ ხოლმე, რომ ერთადერთი ადამიანი, რომელთანაც შეიძლება მოგინდეს და უფრო გამართლებულია ბევრის გაცემა და აქეთ არაფერს არ ელოდო, ხო? არის შვილი. და შვილი არის ის ადამიანი, ვისგანაც თითქოს არ ელოდები იმას, რასაც გასცემ, რომ იგივე დაგიბრუნოს. აი ეს დედაშვილური და მამაშვილური, მშობლის და შვილის ურთიერთობა არის ერთადერთი, რა დროსაც ადამიანი თითქოს არ ელოდება, აი მე ხა ეს გავეცი და იგივე დამიბრუნდეს უკან, ხო? თუმცა ეს თავისთავად ბრუნდება, იმიტომ რომ შვილსაც უნდება მერე, რა თქმა უნდა, იგივეს დაბრუნება, რასაც გასცემ შვილთან, უმეტესად გიბრუნდება იგივე, ხო? ერთადერთი გამართლებული არის შვილთან ის, რომ გასცე ბევრი. სხვა დანარჩენი ვფიქრობ, ეს ჩემი პირადი აზრია, ვფიქრობ, რომ ნაკლებად გამართლებულია, რომ გასცე იმაზე მეტი, რამდენსაც არ იღებ. მით უმეტეს პირად ურთიერთობებში. და აი ამ ყველაფრის ფონზე ესე რომ მოიქცევით და ამ ყველაფერს დაასრულებთ და იმუშავებთ საკუთარ თავებზე, მოვა თქვენთან უდიდესი იმედი, რწმენა,
მომავლის რწმენა და წინსვლის სურვილი. კარგი, კიდევ რა დაგეხმარებათ ამ მდგომარეობიდან გამოსვლაში? მეგობრებო, ასე ვიტყოდი ახლა ამაზე, წეგან ფინანსებზეც გამომახვილა ხო ყურადღება ვიღაცას შეიძლება ფინანსებზე გაქვთ თქო პრობლემა, დაგეხმარებათ ზუსტად ის ფინანსების გამომუშავება. აი აქაც ფონიც ისეთი ამოგვევიდა, რომ თქვენ ძალიან კარგი იქნება და გამოგიყვანთ კიდევ ამ მდგომარეობიდან ის ფაქტი, რომ გამოიმუშავოთ ფინანსები და აი ეს ფინანსების მიღება ძალიან დაგისტაბილურებთ აი ამ რაღაცა ემოციურ ფონს და შეიძლება ვთქვა ისიც, რომ თუ თქვენს გარშემო პირად ცხოვრებას გულისხმობ ამ წუთას, არსებობს ადამიანი უფრო მეტად სტაბილური და გთხოვთ რამე ურთიერთობას, მასთან შეიძლება ახლა ეს მომივიდა რაღაცნაირად, შეიძლება აი ამანაც გამოგიყვანოთ ამ მდგომარეობიდან, რომ მისცეთ ადამიანს შანსი, არ ვიცახი რომ რაღაცა ესე მაინც და მაინც სერიოზულ ურთიერთობაში გადახვიდეთ უცებვე, ეგრევე გადაერთოთ, მაგრამ მისცეთ შანსი იმის, რომ დაიწყოს თქვენთან ურთიერთობა. თუ გაქვთ ვინმეს აი ესეთი, ყავთ ვინმეს ასეთი ადამიანი, უფრო მეტად სტაბილური, მისგან შეიძლება ასევე სტაბილურობის გარდა მიიღოთ ზრუნვა, ყურადღება, ასევე ფინანსური დახმარებაც, რაც ძალიან კარგ შედეგს და კარგად გაგრძნობინებთ თავს. აი პირად ურთიერთობებში ვისაც ქონდათ პრობლემა, ხო, რამოდენიმე სახის პრობლემა დავასახელე, ხო, ახლა და აი პირად ურთიერთობებში ვისაც გქონდათ პრობლემა, აი ესეთი ადამიანის გამოჩენა უფრო მეტად თავდაჯერებულს გაგხდით. ხო. მოდი აბა კიდევ ვიკითხოთ, მოდი სხვადასხვასაც ვიკითხოთ, კიდევ რა გამოგიყვანთ აი ამ რთული მდგომარეობიდან. კიდევ რა გამოგიყვანთ აი ამ ესეთი რთული მდგომარეობიდან. ხო, აი აქ კიდევ დავაზუსტებ იმას, რომ ვიღაცები ძალიან რეალურად ვიღაცების ცხოვრება ძალიანაც კარგი არის, ფინანსურადაც ძალიან კარგად ხართ, მაგრამ იმდენად ეს ფსიქოემოციური ფონი იმდენად რთულად გაქვთ, რომ აი ამ მდგომარეობას ვერ ხედავთ და არ იყენებთ ამ ყველაფერს იმისთვის, რომ თქვენ გამოხვიდეთ ამ მდგომარეობიდან. ასე რომ მიაქციეთ ყურადღება ამასაც. კიდევ რა გამოგიყვანთ აი ესეთი რთული მდგომარეობიდან. მოკლედ მეგობრებო, კიდევ რა გამოგიყვანთ და როგორც წეგან აღვნიშნე, ძალიან კარგად იმოქმედებს თქვენზე თუ ადგებით და დაისახავთ მიზანს. სადაც აი მიზანს რომ დაისახავთ და იბრძოლებთ და იშრომებთ ამისთვის, და დაიწყებთ საკუთარი თავის დამკვიდრებას ვიღაცა კარიერაში, ხო? ვიღაცა თავის ბიზნესში, რაღაცა საქმეში, ხო, არ აქვს მნიშვნელობა. მოიპოვებთ ლიდერობასაც, მეგობრებო. საკმაოდ თავდაჯერებული გახდებით, სხვათა შორის, მთავარია რომ ადგეთ
და იზრუნოთ, დაისახოთ მიზნები, მიზანი, ან ან ბევრი მიზანი, ან ერთი მიზანი, არ აქვს მნიშვნელობა და ასე თავდაჯერებულად მიჰყვეთ თქვენს მიზანს. ბოლომდე იბრძოლოთ, რაც მოგიტანთ აი უზომოდ კარგ შედეგს, მეგობრებო, აი თქვენს ცხოვრებაში დაიწყება ბედნიერების ხანა. აი ის ძველი ეხლანდელი სიტუაცია დარჩება წარსულში და საერთოდ შეიძლება აღარც გაგახსენდეთ იმ დონეზე ბედნიერად იგრძნოთ თავი და იმხელად დიდ წარმატებას მიაღწიოთ იმ საქმეში, რასაც ეხლა დაიწყებთ, რის კეთებასაც. მთავარია თქვენ ადგეთ და დაისახოთ მიზანი, საკუთარ თავს დააძალოთ თავიდან, დაძალება იქნება, იმიტომ რომ ნამდვილად ეხა ისეთ მდგომარეობაში ხართ, რომ ნამდვილად არ გაქვთ იმის სურვილი, რომ რაღაცები აკეთოთ, მაგრამ უნდა ადგეთ და დააძალოთ საკუთარ თავს. იფიქროთ გონებით და იფიქროთ საკუთარ თავზე, თქვენს წარმატებაზე და თქვენს ცხოვრებაზე და არ დახარჯოთ დრო იმაზე, რატომ მოხდა ეს თქვენს ცხოვრებაში, რა დააშავეთ, რის გამო ისჯებით და ასე შემდეგ. ყველას თავისი ცხოვრება, ყველას თავისი რაღაცა გადადგმული ნაბიჯები, ყველა თავის გადადგმული ნაბიჯების შედეგად იმკის შედეგებს და არასდროს არ უნდა დავაბრალოთ სხვას, რაც მთავარია, ჩვენი პრობლემები, ის მდგომარეობა, რაშიც ვართ და რასაც ძალიან განვიცდით. ყოველთვის რაც გვემართება, არის ჩვენი ნაზრებიდან, ჩვენი გადადგმული ნაბიჯებიდან გამომდინარე, ხო? და ამიტომ ამას რომ გაიაზრებთ და სხვებს არ დაადანაშაულებთ ყოველთვის და საკუთარ თავზე აიგებთ თქვენს ცხოვრებას, სხვა ადამიანი არ უნდა განაგებდეს, ხო, თქვენს ცხოვრებას და ყველას თავის ცხოვრება აქვს და ყველამ თავის ცხოვრებას უნდა მიხედოს, რა პოზიციაც არ უნდა ეკავოს ადამიანს თქვენს ცხოვრებაში, ის ადამიანი არ უნდა განაგებდეს თქვენს ცხოვრებას, თქვენს ნაბიჯებს, თქვენს აზრებს, ხო? ამიტომ ამას რომ გაიაზრებთ, რომ ეს ცხოვრება არის თქვენი და თქვენი გადასაწყვეტია, რას იზამთ, როგორ იზამთ, რა ნაბიჯებს გადადგამთ, უკვე ბევრად გაგიიოლდებათ ყველაფერი. უფრო ბევრად იოლად დაისახავთ მიზნებს და თქვენს ხელში აიგებთ პასუხისმგებლობას თქვენი ცხოვრების. კიდევ ერთხელ ვიტყვი იმას, რომ ეს ბოლო რჩევა ძალიან კარგი იყო, ადგეთ, დაისახოთ მიზნები და თავდაუზოგავად წახვიდეთ წინ, რაც მოგიტანთ უზომოდ დიდ წარმატებას და ბედნიერებას. ასე რომ მიხედეთ თქვენს თავებს, თქვენს ცხოვრებას, ამ ტანჯვით არაფერი არ შეგემატებათ, გარდა იმისა, რომ დაგაკლდებათ, ხო? და ცოტა დაგენანოთ თქვენი დრო, თქვენი ცხოვრება, თქვენი ის წუთები დაგენანოთ, რასაც აი ამ ტანჯვაში ატარებთ, რასაც ატარებთ აი ამ არაფრის მომცემ ფიქრებში, ხო? მე წარმატებულ ბედნიერ დღეს გისურვებთ, ასევე ბედნიერ ცხოვრებას, დაგემშვიდობებით, დროებით.